არც ერთი აბრაამეული რელიგია არ არის ჰუმანისტური და ჰუმანური. იმიტომ რომ აბრაამეული რელიგია აღიარებს ავტორიტარულ ღმერთს, რომელიც სჯის ადამიანს. და მე ვაღიარებ, რომ ჩემი ღმერთი თავის სტანდარტებით ადგენს პერიოდს, ზომას, კონკრეტული პიროვნების, ერის, ხალხის. ეს არ ხდება უცებ, რა თქმა უნდა, ის მოწყალეა, მაგრამ ამავდროულად დამსჯელიც არის. ერთადერთ ილუსტრაციას მოვიყვან წმინდა წერილიდან. წარღვნა. ცოტა ხანია, სულ ერთი წუთი შეიძლება რომ მომისმინოთ. 100 წელი თითქმის ქადაგებს ნოე, 500 წლის ასაკში იწყებს მოღვაწეობას. პეტრე ამბობს, რომ ის იყო სიმართლის ქადაგებელი. ეს ეპოქა დაბადების შესაქმეს წიგნის მე-6 თავში დახასიათებული ადამიანები იყვნენ სასტიკები და ამორალურები. ორი მახასიათებელი. სასტიკი ნიშნავს, რომ სხვა პიროვნების მიმართ იჩენდნენ ყველანაირ სისასტიკეს, ამორალური ნიშნავს, რომ ყველანაირად იყვნენ გარყვნილები როგორც სქესობრივ, ასევე ყველა ასპექტში. 100 წელი ქადაგებს ნოე ითმენს და მერე ადგენს სასჯელს. იხოცება ეს თაობა, არც ერთმა ყველაზე წარუმატებელი ქადაგებელია კაცობრიობის ისტორიაში ნოე. არავინ არ მოინანია 100 წელიწადში, საუკუნეში. და როდესაც არ მოინანია, ის ხალხი წყლით გაანადგურა ღმერთმა.